გადავშალოთ ბიბლია. ასმეცამეტე ფსალმუნი. უკანასკნელი 2 მოხლი. 25-26. კითხულობთ. არათუ მკვდრები აქებენ უფალს და წყოվել შავეც შთასული. არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ალელუია. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. უზენაესო ღმერთო, მოწყალე მამაო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს ნათელი და შენი ნების გამოცხადება. შენი სული წმინდის მადლით მოგვეცი, რათა ჩავწვდეთ შენი სიტყვის ჭეშმარიტებას. მოგვასმენინე შენი ხმა შენ სიტყვაში. მოგვეცი, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს. ამ რწმენი დაგვიმკვიდრე საუკუნო სიცოცხლე. მოგვეცი გაბედულება, რათა ვაუწყოთ ეს რწმენა სამყაროს. იესო ქრისტეს მიერ. ამინ. დღეს მინდა 2 შეკითხვა დავსვა ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით. პირველი, რას არ ნიშნავს ეს სიტყვები? და მეორე, რას ნიშნავს ეს სიტყვები? რას არ ნიშნავს და რას ნიშნავს? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის? რაც შეეხება პირველ შეკითხვას. ამ სიტყვების კითხვისას შეიძლება წარმოიშვას შთაბეჭდილება იმისა, რომ მკვდრები საერთოდ იმყოფებიან უგონო, უგრძნობო მდგომარეობაში. სხვათა შორის, ბევრ შეუძლია ეს სიტყვები გამოიყენოს იმისათვის, რომ ასეთი აზრი დაამტკიცოს. აბა შეხედეთ. მკვდრები არ აქებენო უფალს და არც ყოველი, ვინც შთავეც არის ჩასულიო. ჩვენ შეგვიძლია სხვა თარგმანიც წავიკითხოთ ამ სიტყვებისა, ძირითადი აზრი, ძირითადი იდეა იგივე დარჩება, იმიტომ რომ ვისაც სურს დაინახოს ის, რაც მას მიაჩნია მართალი, ან იყოს გაჯიუტებული, ყოველთვის დაინახავს სასურველს. წლის თარგმანში სხვანაირად არის ეს სიტყვები მოცემული. მკვდრები კი არ აქებენ უფალს და არც მდუმარებაში ჩასულნი. არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი. განსხვავება არის. მაგრამ კიდევ უბრუნდები პირველ შეკითხვას. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ მკვდრები არ აქებენ უფალს მდუმარებაში ჩასულნი. სხვა თარგმანში შავეთში შთასულნი. იმყოფებიან უგონო, უგრძნობო მდგომარეობაში და ისინი ღმერთს არ ადიდებენ. თითქოს გარდაცვალების შემდეგ სულს ან ძინავს, ან ქრება. კლასიკური ქრისტიანობა ასეთ რამეს არ იცნობს. თუმცა ასეთი აზრი ცნობილია. მე მგონი თქვენთვის უცხო არ არის.
დიდი შვეიცარიელი რეფორმატორი, ვიდრე დაწერდა თავის ცნობილ ინსტიტუტებს, მან 1534 წელს ორლიანში დაწერა ტრაქტატი თეოლოგიური ნაწარმოების სახელწოდებით სულის მიძინების შესახებ. სადაც ის კრიტიკით გამოდის აი ამ მოძღვრების წინააღმდეგ. თავადაც, როდესაც აკეთებს კომენტარს აი ამ მუხლისა, ლაპარაკობს ასეთ სიტყვებს. აქ წარმოიშობა შეკითხვა. რა შეკითხვა? რომ მკვდრებს არ გააჩნიათ არც გონება, არ გააჩნიათ არც გრძნობა იმისათვის, რომ ღმერთი ადიდონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რაც შეიძლება იყოს არასწორად გაგებული. თავად ეს სახელწოდება ძალიან მნიშვნელოვანია და დღესაც აქტუალურია. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის დასაწყისში იყო ეს აქტუალური. სულის მიძინების შესახებ, ასე ქვია მის ტრაქტატს, ყველაზე განათლებული რეფორმატორებს შორის. თქვენ იცით, ისწავლობდა პარიზის, ორლიანის უნივერსიტეტებში, ბრუჟის უნივერსიტეტში. და ვიდრე დაწერდა თავის სახელგანთქმულ ძირითად თეოლოგიურ ქმნილებას, ნაშრომს, მან დაწერა აი ასეთი თეოლოგიური შინაარსის ტრაქტატი. თუმცა ამაზე უფრო წინ მან დაწერა სხვა ნაშრომი, სენეკას კომენტარები, მაგრამ თეოლოგიური შინაარსის ტრაქტატი იყო სწორედ სულის მიძინების შესახებ. რატომ? იმიტომ რომ არსებობდა ევანგელურ წრეებში, კერძოდ ანაბაპტისტებში, ასეთი მოსაზრება, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანი სულს ძინავს. მიძინებულია, უგრძნობოა, უგონოა. არსებობს უფრო რადიკალური მოძღვრება საიქიო ცხოვრებისა, სადაც ნათქვამია, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საერთოდ ქრება. ასეთიც არის. არ არსებობს სული. მაგრამ მორწმუნეთა წრეებში სულის მიძინების შესახებ მოძღვრება იყო ძალიან აქტუალური და პოპულარულიც გარკვეულ წრეებში. დღესაც გვხდება ეს მოძღვრება. და ჯერ კიდევ როდის 1534 წელს შვეიცარელმა რეფორმატორმა დაწერა მთელი ტრაქტატი ამის საწინააღმდეგოდ. თუ ეს სიტყვები მკვდრები 2013 წლის თარგმანის მიხედვით არ აქებენ უფალს და არც მდუმარებაში ჩასულნი. ანუ გარდაცვლილებს არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ ღმერთი ადიდონ, ემსახურონ მას, თაყვანისცენ მას და ასე შემდეგ. მთელი ბიბლია ამბობს საპირისპიროს. ყოველ შემთხვევისათვის კლასიკური ქრისტიანობა, როგორიც არის დღეს აღიარებული, ასეთ მოსაზრებას უარყოფს. პირიქით, სხვადასხვა შვეიცარიელი რეფორმატორი თავად სვამს შეკითხვას და თავადვე პასუხობს ამ შეკითხვას და ამბობს, რომ სული ტოვებს ხრწნად წარმავალ ჭურჭელს სხეულისა და ის ახალ ძალებს იკრებს. ის განაგრძობს ღმერთის ქებას და ღმერთის დიდებას. მხოლოდ ერთი ფრაზა შეიძლება ვთქვათ და წავიწიოთ წინ ამასთან დაკავშირებით, აღარ გავჩერდებით, იმიტომ რომ იყო ქრისტიანი დღეს სინამდვილეში ნიშნავს არ გჯეროდეს არც სულის გაქრობის და მე ვიძახი ტრადიციულ კლასიკურ ქრისტიანობაზე.
გჯეროდეს, რომ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ღვთის განდიდებას. ერთი ფრაზა. ქრისტემ თქვა, ღმერთი არ არის მკვდრების ღმერთი, არამედ ცოცხლების. ამიტომ ღმერთთან ყველა ცოცხალიაო. და ღმერთი თავის თავს უწოდებს აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთს, არა მკვდრების ღმერთს, არამედ ცოცხლების ღმერთს, იმიტომ რომ ისინი ცოცხლებია ღვთის წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ აი ამ სიტყვებს მეფსალმონისა, ასეთი შთაბეჭდილება ერთი შეხედვით ჩდება და კითხვაც ჩდება. ნუ თუ მკვდარი არ აქებს უფალს, ნუ თუ შავეთში შთასული. ან სხვა თარგმანში შეიძლება წაიკითხოთ საფლავში ჩასვენებული. არ ადიდებს მას. კარგი, თუ ეს ამას არ ნიშნავს, გადავიდეთ მეორე შეკითხვაზე. მაშინ რას უნდა ნიშნავდეს? რას უნდა ნიშნავდეს ეს? პირველ რიგში გავითვალისწინოთ ისტორიული გარემოება, როდესაც ეს ფსალმუნი შეიქმნა. როდის შეიქმნა ეს ფსალმუნი? მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეპოქა, როდესაც ეს ფსალმუნი დაიწერა, ისევე როგორც 112 ფსალმუნი და შემდგომი 114, 115, 116 და ასე შემდეგ, მთელი რიგი ფსალმუნებისა დაიწერა ნეემიას ეპოქაში. ნეემიას ეპოქაში, მეორე ტაძრის ეპოქაში. იმ დროს, როდესაც ისრაელიანები დაუბრუნდნენ სამშობლოს და ააშენეს დაქცეული ტაძარი და აღმართეს მორყეული გალავანი. ქალაქი ააშენეს კვლავ. ეს ის ეპოქა. ყველაფერი იყო დანგრეული, ყველაფერი იყო განადგურებული. ამ დროს ღვთის შვილები ბრუნდებიან განადგურებულ ადგილას და კვლავ აღადგენენ ღვთის მსახურებას, თაყვანისცემას, ტაძარს, ქალაქს. ცხოვრება კვლავ იწყებს ფეთქვას იმ ადგილას, სადაც ადრე იყო სიკვდილი, ნგრევა, გატიალება, გაუდაბნოება. სიცოცხლე უბრუნდება თავის ძველ ადგილს. აი ამ გარემოებაში სულიწმინდა წარმოშობს აი ამ საოცარ სიტყვებს. 113 ფსალმუნისა, მკვდრები არ აქებენ უფალს და არც მდუმარებაში ჩასულნი, არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან და უკუნისამდე. ეს სიტყვები შეიძლება იყოს გაგებული იმგვარად, რომ მკვდარი სხეული, რა თქმა უნდა, არაფერს არ ლაპარაკობს. მკვდარია, უმოძრაოა. იმიტომ რომ მასში არ არის სული. სულმა დატოვა სხეული და ასეთი სხეული არაფერს არ ლაპარაკობს. საფლავში წევს, ის არ ადიდებს ღმერთს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც არის სული, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა ხორცში, ის არის უგრძნობო ან უმეცარ მდგომარეობაში. ეკლესიის მამები სულ სხვა მნიშვნელობას ანიჭებენ 25 მუხლის და აგრეთვე 26 მუხლის სიტყვებს. მე მინდა დღეს მოუხმო სამ ყველაზე ცნობილ ეკლესიის მამას და მოძღვარს. ეს არის წმინდა იოანე ოქროპირი, ეს არის წმინდა ათანასე დიდი ალექსანდრიელი და ეს არის ნეტარე როგორ? არა. მასაც რადგანაც თქვენ გსურთ, ავგუსტინესაც ვახსენებ, აუცილებლად. ავგუსტინესაც ვახსენებ აუცილებლად და მესამე ეს არის ნეტარი თეოდორიტე კვირელი. ესე იგი სამ ცნობილ საეკლესიო მოძღვარს და მამას ვახსენებ. ეს არის წმინდა იოანე ოქროპირი, ეს არის წმინდა ათანასე დიდი ალექსანდრიელი და ნეტარი თეოდორიტე კვირელი. სამივე ეკლესიის მამა, სამივე ცნობილი, უცნობადესი სახელებია და სამივე დიდი ავტორიტეტია. სხვადასხვა ექვთიმე ზიგაბენმა, მე-12 საუკუნის ცნობილმა ბიზანტიელმა ღვთისმეტყველმა, სამივე სახელი მოიხმო იმისათვის, რომ მოეცა კომენტარი 25-26 მუხლებისა. სამივე მამა მე-4 საუკუნის მოღვაწეა. წმინდა ექვთიმე ზიგაბენი
უფრო გვიანი პერიოდის საეკლესიო მოღვაწეა, ეს არის მე-12 საუკუნე, დღეს ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნეში და კვლავაც ვახსენებთ მათ. მოდით, შევაჯამოთ და ვთქვათ, რას გულისხმობენ წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი დიდი და ნეტარი თეოდორიტე კვირელი. რას ნიშნავს ეს მკვდრები? რას ნიშნავს შავეთში შთასულნი, ანუ მდუმარებაში შთასულები? აი რას ამბობენ ისინი. რო შევაჯამოთ სამივეს ნაზრევი. ისინი ამბობენ, რომ სინამდვილეში აქ ლაპარაკია არა ფიზიკურ მკვდრებზე, არამედ ცოდვაში მკვდრებზე, ხრწნილებაში, ანუ უკეთურების ხრწნილებაში მყოფებზე. მაგალითად, წმინდა ათანასე დიდი აკონკრეტებს კიდეც, რომელ ცოდვილებზია ლაპარაკი. ის ამბობს, რომ აქ მკვდრების ქვეშ მოიაზრებიან ბოროტის სულების მსახურები, ანუ კერპების მსახურები. ხოლო ნეტარი თეოდორიტე კვირელი ამბობს, რომ წინასწარმეტყველი უსულო კერპების მსახურებს მკვდრებს უწოდებს, ხოლო ჩვენ ცოცხალი ღმერთის თაყვანისმცემლებს ცოცხლებს. როგორ ფიქრობთ, აი ეს იდეა, წმინდა მამების ასეთი ჭვრეტა, ასეთი განმარტება, უცხოა თუ არა საერთოდ წერილისთვის? არა. ახალ აღთქმაში ჩვენ არაერთხელ ვხვდებით იდეას იმის შესახებ, რომ შეიძლება ადამიანი იყოს ცოცხალი, ფიზიკურად სუნთქავდეს, მაგრამ ღვთისათვის მკვდარი იყოს. რამდენი ერთი ადგილი შეიძლება გავიხსენოთ? ქრისტეს იგავი. ყველაზე ცნობილი იგავი რომელია? ქრისტესი. ყველაზე ცნობილი იგავი დაკარგული ძის შესახებ. ის იყო მკვდარი და გაცოცხლდა. ფიზიკურად იყო მკვდარი? არა. მამისთვის იყო მკვდარი. მამისთვის იყო მკვდარი. როგორც კი დაბრუნდა მამასთან, მას ეწოდა რა? ცოცხალი. შემდეგ ქრისტეს სიტყვები აცადეთ მკვდრებს, მკვდრების დამარხვა. მკვდრების დამარხვა როგორ არის? ზომბებზე ხო არ არის ლაპარაკი, ხო? ცოცხლები მარხავენ მკვდრებს, მაგრამ იესო მათ მკვდრები უწოდა. წმინდა პავლე მოციქული, თქვენ ოდესღაც იყავით მკვდრები, ხოლო ახლა გაცოცხლდით ქრისტეში. ხედავთ, ყველგან ჩვენ ხედავთ აი ამ ხაზს, აი ამ სიტყვებს. თუ წმინდა ათანასე დიდი და ნეტარი თეოდორიტე კვირელი კონკრეტულად ასახელებენ წმინდა იოანე ოქროპირისგან განსხვავებით, ვინ არიან ეს მკვდრები და ცოცხლები, ანუ კერპების მსახურები, არიან სულითვე მკვდრები, ხოლო ღმერთის თაყვანისმცემლები სულითვე ცოცხლები. იოანე ოქროპირი, წმინდა იოანე ოქროპირი, ეკლესიის დიდი მამა, უფრო განაზოგადებს და ამბობს, ყველა არ გაიგო აქო ფიზიკურად მკვდარიო. და ამბობს სწორედ იმას, რაც ჩვენ თქვით პირველ ნაწილში ჩვენი საუბრისა. იმიტომ რომ ფიზიკურად მკვდარზე არ შეიძლება თქვაო, რომ ღმერთს არ ადიდებსო, გარდაცვლილიო. ეს ტყუილი არისო. იმიტომ რომ ა ブラ ამი, ისააკი, იაკობი დღეს ღმერთს ადიდებენო, ცოცხლები არიანო. ადამიანს ღმერთმა შეუქმნა მარადიული უკვდავი სული. მაშ როგორ უნდა გაიგო? ეს უნდა გაიგო იმგვაროთო, რომ აქ არის ლაპარაკი უწმიდურებაში მკვდრებსეო. დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ ისტორიული გარემოება, როდის ეს ფსალმონი წარმოიშვა, შეიქმნა. ისრაელიანები იყვნენ მკვდარ მდგომარეობაში. ტაძარი იყო დანგრეული, ქალაქი იყო დაქცეული. მსახურება იყო გაჩერებული, სიკვდილი იყო. და აქ ჩვენ ვკითხულობთ ლოცვას. ებედრება წინასწარმეტყველი, მეფსალმონი, ავტორი ამ ფსალმონისა ღმერთს, რომ ღმერთო, მკვდრები შენ ვერ გაქებენ და ვერ გადიდებენო. ჩვენ შეგვაძლებინე რომ გაქოთ და გადიდოთ. ეხლა თქვენი საყვარელი ავგუსტინე, ხო ახსენეთ ავგუსტინე? ყველაზე კითხვადი წიგნი ნეტარი ავგუსტინესი რომელია? დღესაც ყველაზე კითხვადი ახსარებანი. მადლობა ღმერთს, რომ ბაჩანა ბრეგვაძე ისი არ წავიდა უფალთან, რომ ქართულ ენაზე არ დაგვიტოვა
პირდაპირ ლათინური ენიდან თარგმანი აღსარებანის. პირდაპირ ლათინური ენიდან, ორიგინალიდან გვითარგმნა ქართულ ენაზე, აღსარებანი, 13 წიგნად. არ შეგაშინოთ ამ სიტყვამ წიგნად, ეს იგივე თავებია. ეს არის ერთი ნაშრომი, ერთი წიგნი, უბრალოდ 13 ნაწილისგან შედგება. აი, აღსარებანში, პირველ წიგნში ნეტარი ავგუსტინე ამბობს ასეთ სიტყვებს. ვაი მათ, ვინც დუმილით გივლიან გვერდს. რადგან თვით შენზე მეტყველნიც კი მუნჯნი არიან. შეხედეთ აქ რას ვკითხულობთ ამ ტექსტში? რა სიტყვებია? მკვდრები არ აქებენ უყვალს და არც მდუმარებაში ჩასულნი. რას გვასწავლის ნეტარი ავგუსტინე? ვაი მათო, ანუ რა უბედურები არიან, რა საცოდავები არიან, რომლებიცო დუმილით გივლიან გვერდს. რატომო? იმიტომ რომ მაშინაც კი, როდესაც ღმერთზე ვლაპარაკობთო, მუნჯნი ვართო. ანუ საკმარის ვერ ვამბობთო, ღირს ვერ ვამბობთო ღმერთზო. რაც არ უნდა ილაპარაკო ღმერთზე, რაც არ უნდა კარგი თქვა ღმერთზე, მაინც ვერ იტყვის საკმარისად ბევრს. მაინც ვერ იტყვის საკმარისად ღირსეულს. მაინც ვერ იტყვის საკმარისად საჭიროს. იმდენად დიდია ღმერთი. და როდესაც შენ არ აქებ მას, არ ადიდებ მას, თაყვანს არ სცებ მას, საერთოდ მუნჯი ხარ. ანუ მუნჯი აყვანილი უამრავ ხარისხში. მაშინ ახარ მუნჯი, როდესაც ღმერთზე კარგ რამეს ამბობ, აქებ ადიდებ და ვერ ამბობ საკმარისად, ამბობს ნეტარი ავგუსტინე. მაგრამ ვაი მასო, ვინცო დუმილით გვერდს უვლის ღმერთსო. რას ნიშნავს ეს ყოველივე, რო შევაჯამოთ? რო შევაჯამოთ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები, წმინდა იონე ოქროპირის, წმინდა ათანასე დიდის, ნეტარი თეოდორი დე კვირელის და საერთოდ ქრისტიანული გაგება აი ამ სიტყვების. იცით რას ნიშნავს? როცა შენ და მე ღმერთს არ ვადიდებთ, მკვდრები ვართ. ეხა გასაგებია, აი 20 წუთი ვილაპარაკე ამ ერთი წიანდადებისთვის. ეს ერთი წიანდადება გასაგებია, როცა ჩვენ მე და თქვენ ღმერთს არ ვადიდებთ. აი მიუბრუნდეთ ამ ტექსტს. როცა ჩვენ ღმერთს არ ვაქებთ, არ ვადიდებთ, ჩვენ ვემსგავსებით მკვდრებს, ან სხვანაირად მდუმარებაში ჩასულს. რატო ამოვიკერეთ პირი და არ ვადიდებთ ღმერთს, გეკითხებით? წყალი რატომ ჩავიგუბეთ პირში და ღმერთს დიდებას რატომ არ ვწირავთ? ამ ჩვენ ენას, რომელიც ღმერთმა მოგცა, უპირველეს ყოვლისა, არა რისთვის არ მოგცა ღმერთმა ენა? ჭორაობისთვის, ქილიკისთვის, განჯისთვის, ზურგს უკან ლაპარაკისთვის, მწარე სიტყვებისთვის, ტყუილისთვის. რატომ არ მოგცა ღმერთმა ენა? ამ ყველაფრისთვის მოგცა ღმერთმა ენა, რომ ერთმანეთი გავჭოროთ, ერთმანეთზე ცუდი ვილაპარაკოთ, წყენები გადმოვაფრქვიოთ, გინებები ვთქვათ, ვიბილდ სიტყვავოთ, ამოვაფრქვიოთ ყოველგვარი ნაგავი და სიმყრალე ამენით. არამედ რისთვის მოგცა ეს ენა უპირველეს ყოვლისა? ღვთის განსადიდებლად. იყო დრო, როდესაც ძმებს ვასწავლიდი ვესტმინსტერის კატეხიზმოს და ზეპირად დაისწავლეს მგონი, ვინც იმ დროს ესწრებოდა ჩვენს კატეხიზაციებს. კატეხიზმო ხო არ არის რთული სიტყვა, უკვე ვისწავლეთ ზეპირად. კატეხიზმო ეს არის ქრისტიანული სახელმძღვანელო, რომელშიც გადმოცემულია ქრისტიანული მოძღვრება მოკლედ კითხვა-პასუხის სახით. ესაა კატეხიზმო. სიტყვა კატეხიზმო მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან კატეხეო, რაც ნიშნავს დამოძღვრას, განსწავლას. ვესტმინსტერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორიტეტული კატეხიზმო. მცირე ორია ვესტმინსტერის, დიდი და პატარა. მცირე და დიდი. მცირე კატეხიზმო ასე იწყება პირველი შეკითხვა. რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება? გაგახსენდათ? მე მგონი ყველამ ზეპირად იცით. რა არის, არა მარტო ძმებმა, არამედ დებმაც, ხო? რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება? რა არის? ჭამოს, გათხოვდეს, ცოლი მოიყვაროს, ბავშვები გააჩინოს, კარგი სამსახური ნახოს, იცხოვროს, გაძღეს, დალიოს, დათვრეს და დაასაფლავონ. რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება? განადიდოს ღმერთი. ამისთვის ღმერთმა მისცა ადამიანს ენა. სხვადასხვა ანატომიურად ყველაზე ბინძური ორგანოა. ყველაზე ბინძური ორგანო არის ენა.
მაგრამ ენა შეიძლება გადაიქცეს ყველაზე სუფთა ორგანოდ. როდესაც ეს ენა განიწმინდება ქრისტეს სისხლით და თავის ფუნქციას და დანიშნულებას დაუბრუნდება. რა არის მისი ფუნქცია და დანიშნულება? პირველადი, მთავარი, არსებითი, ღვთის მიერ დადგენილი, ღმერთი განადიდო. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ამ მუხლებში წინასწარმეტყველი რას გვასწავლის? მე ვარ მკვდარი, როდესაც და მდუმარებაში მყოფი, როცა ღმერთს არ ვადიდებ. ავგუსტინე უნისონში ამ სიტყვებთან და ამბობს, რომ ვაიმათ, ვინც გვერდს გივლიან დუმილითო. აი, როდესაც მე დუმილში ვარ და არაფერს არ ვლაპარაკობ, წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება იხილო ღმერთი, რა თქმა უნდა, რწმენით, შემეცნებითად, გონებითად, გრძნობითად, წარმოიდგინო ღმერთი, იცოდე, რომ ღმერთი არსებობს და არადიდო ის. რას ნიშნავს ეს? ესე იცი, რომ ღმერთი არის და ისე ცხოვრობ, თითქოს ის არ არის, როგორც ერთი წიგნი ამბობს. ზოგიერთები სამსახურში მიდიან და ღმერთს სახში ტოვებენ. ზოგიერთები კვირას ღმერთს ეკლესიაში ტოვებენ და მერე მიდიან ღმერთის გარეშე მთელი კვირა. მერე ისევ მოდიან ღმერთთან, მერე ისევ ტოვებენ. თითქოს ღმერთი კერპია, რომელიც შეგიძლია წაიღო, ან წამოიღო, ან დატოვო, ან გადმოიტანო. ღმერთი მუდამ ჩვენთან არის. 24 საათი, 7 დღე კვირაში. მუდამ უფალმა ჩვენი სხეულები სულიწმიდის ტაძრად აქცია. რატომ? რისთვის? იმისათვის, რომ ჩვენ თავარი ჩვენი დანიშნულება შევასრულოთ და არ ვიყოთ მკვდრები. არ ვიყოთ როგორც მდუმარებაში მყოფნი. მკვდრები, დაქცეულები. როგორ შეიძლება იცოდე, რომ ღმერთი არსებობს, ზოგჯერ შეეკითხები, გჯერა, რომ ღმერთი არის? კი. და მორჩა, არ იწვევს ეს ღმერთი შენში პირს არ გიხსნის პირს ეს ღმერთი. ვაიმათო, ვაიმათ კი არ ნიშნავს მაინდა-მაინც რომ დაისჯებიან. მოდით სხვანაირად შევხედოთ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს ვაიმათ. ვაიმათ ნიშნავს რომ საწყლები არიან, უბედურები არიან, ვერ გაუგიათ საკუთარი დანიშნულება. ვაიმათ, უმეცრები არიან, პირუტყვებივით იქცევიან. პირუტყვები ადიდებენ სხვათა შორის ღმერთს. ამიტომ თლად ეს შედარება პირუტყვებივით ამ კონტექსტში ვერ გამოდგება. ცხოველები ადიდებენ, ევედრებიან ღმერთს. ზოგჯერ ადამიანები ისე იწყებენ ჭამას, რომ მადლობასაც არ შეწირავენ ღმერთს. თითქოს ის რაც სუფრაზე უდევთ მათ, ღვთისაგან არ იყოს მოცემული. ვაიმათ, ვინც დუმილით გივლიან გვერდსო. ჩვენ ხვდებით მკვდრები, როცა ღმერთს არ ვადიდებთ. როგორ შეიძლება ღმერთი განვადიდო? ღმერთი უნდა განვადიდოთ ყოველთვის, კარგ დროსაც და ცუდ დროსაც. მეორე, ღმერთი უნდა განვადიდოთ ყველაფრით, გულით, ანუ შინაგანითაც და გარეგანითაც. გარეგანი ეს არის რესურსები, დრო, როცა უთმობ. ეს არის მატერიალური რესურსები, ეს არის ნივთები და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი არის გული. და მესამე, როგორ უნდა განვადიდოთ ყველა ადგილას. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ჩემინება რომ ყოველ ადგილას აწიოთ ხელები. პავლე ეუბნება ტიმოთეს, დროულად და უდროოდ ემსახურე ღმერთს. ანუ მე ვემსახურები ღმერთს, როდესაც კონდიციონერები მუშაობს. თუ კონდიციონერები არ მუშაობს, არა, მე აღარ ვემსახურები ღმერთს. თუ ცუდი დრო დადგა, არ ვემსახურები. თუ კარგი დრო დადგა, რა თქმა უნდა, ვემსახურები. ესე იგი, კარგ დროს შეიძლება, ცუდ დროს არ შეიძლება. საღვთო წერილი რას ამბობს? კარგ დროსაც და ცუდ დროსაც. ფსიქოლოგები ცხოვრებას გამოყოფენ როგორც თეთრი და შავი ზოლების ერთობლიობას. ანუ ღმერთს უნდა ვემსახურო, როდესაც თეთრი ზოლები მაქვს ცხოვრებაში, გამარჯვებები მაქვს, როდესაც მარცხი მაქვს, არა, მაგ დროს სხვა რამე უნდა გავაკეთო. საღვთო წერილი სხვანაირად გვეუბნება. ვესტმინსტერის მცირე კატეხიზმო რას ამბობს? რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება? განადიდოს ღმერთი. ვინც იმ დროს მონაწილეობდა ჩვენს კატეხიზაციებში, ზეპირად იციან მათ ეს პირველი შეკითხვა. უნდა განვადიდოთ ყველა შესაძლებლობით, უნდა განვადიდოთ
კარგ დროსაც და ცუდ დროსაც და უნდა განვადიდოთ ყველა ადგილას, სადაც კი არ აღმოჩნდებით. ქრისტიანები ჯოჯოხეთშიც რომ ჩააგდო, იქაც დაიწყებენ ღმერთის გამდიდებას. ეხლა კი ყველაზე მთავარი, მეგობრებო. როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ცოცხლები და არ ვიყოთ მდუმარებაში, შავეთში ჩასულები? ქრისტეს გამო. ქრისტე იყო ცოცხალი, მაგრამ მოკვდა ჩვენთვის, მკვდრებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მკვდრები გავცოცხლდეთ მასში. გასაგებად ვთქვი? ქრისტე სიცოცხლის წინამძღვარი, თავად სიცოცხლე, მოკვდა ჯვარზე. მოკვდა ჯვარზე. იცით, ის მოკვდა არა მარტო ფიზიკურად, ის მოკვდა, მან ჯოჯოხეთი ჯვარზე განიცადა. ის შავეთში ჩავიდა ჯოჯოხეთში. აი როგორც აქ წერია, შავეთში ჩავიდა. იმიტომ რომ წარმოთქვა სიტყვები ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი. ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? მიტოვებული ყველას მიერ, თავად ღმერთის მიერ, მამამაც მიატოვა. სიცოცხლემ განიცადა სიკვდილი თავის თავში, მოამწყდია, დაიჭირა ჩვენი სიკვდილი საკუთარ თავში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მკვდრები გავცოცხლდეთ მასში. ამიტომ მოგიწოდებთ, ნუ ვიქნებით მკვდრები. განვადიდოთ ღმერთი. ნუ დავემსგავსებით მდუმარებაში ჩაცვენილთ, შავეთში შთასულთ, არამედ გავხსნათ ბაგეები. არა მარტო ეს ბაგეები, ჩვენი ცხოვრების ბაგეები გავხსნათ და განვადიდოთ ღმერთი ყველა ადგილას, განვადიდოთ ღმერთი ყველა შესაძლებლობით და განვადიდოთ ღმერთი ყველა დროს. ამინ.